გერმანიის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა დაგეგმილზე 7 თვით ადრე და აქტიობამ შეადგინა 83.5%, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი ქვეყნის გაერთიანების შემდეგ. რა თქმა უნდა, მთელი ევროპა აკვირდებოდა დიდი ყურადღებით ამ არჩევნებს, რადგანაც ეს არჩევნები იქნება ბევრის თქმელი არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. თავარი ერთ-ერთი საკითხი, რაც იყო მნიშვნელოვანი ამ მომრჩევლისთვის, ეს იყო ეკონომიკა და უკანონო მიგრაცია. შესაბამისად, პარტიებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ საკუთარი საარჩევნო კამპანია ამ თემის გარშემო ეწარმოებინათ. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების შედეგებს, რამდენიმე პარტიისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა, ზოგიერთი პარტიისთვის კი პირიქით. პირველადი შედეგებით კომფორტული ცხოვრობით იმარჯვებს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომლის წარმომადგენელიც იყო ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი. ისინი ხმათა 28.5%-ს მიიღებენ ამ არჩევნებზე და მეორე ადგილზე გადის ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ხმათა 20.8%. მესამე ადგილს დასჭირდება მოქმედი კანცლერის ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია ხმათა 16.4%. მეოთხე ადგილს დაიკავებენ კი ეგრეთ წოდებული მწვანეები, რომლის წარმომადგენელიც არის გერმანიის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 11.6%, ხოლო მეხუთე ადგილზე კი მემარცხენეები გავლენ 8.8%. ბუნდესტაგში შესასვლელად მნიშვნელოვანი არის, რომ პარტიამ გადაახოს 5%-იანი ბარიერი და წინასაარჩევნო კვლევებიც, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად ემთხვევა იმ შედეგებს, რაც მივიღეთ ჩვენ გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. ამ კვლევამ კონკრეტულად ძალიან დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში, კერძოდ ულტრამემარჯვენეების გაძლიერებამ მათ წინა არჩევნებთან შედარებით საკუთარი მხარდაჭერა გაიორმაგეს და მიიღეს თითქმის 21%, როგორც ექსპერტები აფასებენ, მთავარი განმაპირობებელი არის უკანონო მიგრაციის მაჩვენებლის ზრდა და ამ მრჩეველიც ამბობს, რომ უკანონო მიგრაცია არის მთავარი მიზეზი, რატომაც ქვეყანაში არ იზრდება ხელფასები და რჩება დაბალ ნიშნულზე. შესაბამისად, მათი მხარდაჭერა გაიზარდა 2021 წელს, აღსანიშნავია, მათ მიიღეს 10.4%. მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაკარგა მმართველი კოალიციის ერთ-ერთმა პარტიამ, კერძოდ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელმაც მიიღო 16.4% და ეს არის 9%-ით ნაკლები იმაზე, რაც მათ მიიღეს 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რაც და ოლაფ შოლცი გამოეხმაურა უკვე ამ მოვლენას, მან აღიარა დამარცხება და აღნიშნა, რომ პირადადაა პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რაც მიიღეს არჩევნებზე, თუმცა ამის მიუხედავად მათ უნდა განაგრძონ მომავლისკენ სვლა. და აგრეთვე კიდევ ერთმა ახალმა პარტიამ გადალახა, მემარცხენეებმა გადალახეს ბარიერი, მათ 2021 წელს ვერ მიიღეს 5%, შესაბამისად ვერ შევიდნენ ბუნდესტაგში, თუმცა წელს მათ მოახერხეს მხარდაჭერის 9%, თითქმის 9%-მდე გაზრდა. აქვე რაც შეეხება პარლამენტში ადგილების გადანაწილებას, შემდეგნაირად გადანაწილდა, კერძოდ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია მიიღებს 208 ადგილს ბუნდესტაგში, სოციალ-დემოკრატები მიიღებენ 121 ადგილს, ალტერნატივა გერმანიისთვის დაიკავებს 152 ადგილს, მწვანეები 85 ადგილს, ხოლო მემარცხენეები მიიღებენ 64 ადგილს. ბუნდესტაგში სულ 630 დეპუტატისთვის არის ადგილი, ხოლო მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო არის, რომ მინიმუმ 316 ადგილი ჰქონდეს კოალიციას. ლიდერებმა უკვე გააკეთეს განცხადებები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და მაყურებელს შეუძლია მოისმინოს მათი კომენტარები. მინდა ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრა, მადლობას გიხდით ნდობისთვის, რომელიც ჩვენ და პირადად მე გამომიცხადეთ. ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, აგრეთვე ვიცი, რამხელა მისია გვაქვს დაკისრებული. ყველაფერს უდიდესი პატივისცემით მიუდგები და ვიცი, რომ ეს მარტივი არ იქნება. ძალიან რთული საარჩევნო კამპანია გქონდა. მიუხედავად ამისა, კამპანია ნამდვილად საჭირო იყო ისევე, როგორც დებატები, რომლებშიც ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყნის უმთავრეს პრობლემებზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, მიგრაციაზე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და შიდა უსაფრთხოებაზე. ბევრი ვიდავეთ, მაგრამ ახლა დროა დაველაპარაკოთ ერთმანეთს და რაც მთავარია, სწრაფად აღვადგინოთ სიცოცხლის უნარიანი მთავრობა გერმანიაში. სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის ძალიან ცუდი შედეგებია. ეს აგრეთვე დიდი დამარცხებაა. ვფიქრობ, ეს თავიდანვე ცხადი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ამ შედეგების მიუხედავად ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მხარდაჭერა გაორმაგდა მაშინ, როცა მისი განახევრება უნდოდათ. საპირისპირო რა მოხდა და უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მთავრობის შექმნაში მონაწილეობის მისაღებად. ხალხისა და გერმანიის ნების განსახორციელებლად. ყველაფრისთვის მზად ვართ.
საზოგადოების ნაწილში, როგორც უკვე აღნიშნეთ, ალტერნატივა გერმანიის გაძლიერებამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია. შესაბამისად, წინა საარჩევნო დებატის დროს ფრიდრიხ მერცმა პირობა დადო, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეკრავდა კოალიციას ამ პარტიასთან. მიუხედავად ამისა, გუშინდელი განცხადების დროს პარტიის ლიდერმა ალის ვაიდელმა უკვე მიმართა ფრიდრიხ მერცს ინიციატივით, რომ შეკრან კოალიცია და ამ შემთხვევაში ელოდება ფრიდრიხ მერცის პასუხს. თუმცა, სავარაუდოდ ფრიდრიხ მერცი დაიწყებს მოლაპარაკებებს ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართება, მათ ბუნდესტაგში ექნებათ 329 ადგილი, ხოლო როგორც უკვე აღნიშნეთ, 316 ადგილი არის საჭირო მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რაც მათ თავისუფლად მისცემს ამ მთავრობის ჩამოყალიბების უფლებას.